ჩდეს აი დაიწყო კი ანუ ჩვენი შეხვედრა ახლა აი ამ აქტივობასთან დაკავშირებით არის. დიდხანს არ მოგაწყენთ თქვენი აზრით მაინტერესებდა და თქვენს გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი კოლეგებო რომ რადგან მათ არ დადეგები ჰქონდათ თქვენთან შეთანხმებით, მაგრამ მასაც უთანხმდებოდი რომ ისეთი მომენტი ყოფილიყო რომ მათაც შეძლებოდა დასწრება. რასაც მწერდა თქვენც გიგზავნიდით რომ არ დადეგები გვაქვს და ვერ მოხერხდა. თუმცა დასაწყისშიც ვთქვი რომ არაფერი არ უჭირდა ონლაინ იყო ეს და გაეგზავნა თავისი მოსწავლეებისთვის და ჩაერთვებოდნენ, მაგრამ დაისვენეს და დაისვენონ ძირფასად. ეხლა მომწერა რომ 6 თებერვალს შემიძლია თბილისის დროით 6 საათი, 7 თებერვალს შემიძლია 6 საათი და 14 თებერვალს 2 საათი. ჩემი აზრით 14 უკვე ცოტა შორი გამოგვივა, ხო და 6-დან 7 თებერვალი ეს 2 რიცხვიდან საღამოს 6 საათი როგორღაც უნდა წინასწარ დავგეგმოთ ისე რომ მოსწავლეები და ჩვენ ერთობლივად ჩავერთოთ. მე ახლა ამ ორივე რიცხვს ვუგზავნი ჩვენს მომავალ ტრენერს, რომელიც ქალბატონმა ხატიამ შეგვირჩია. შეიძლება იქ კი მოგწერეთ, მე ხომ არ იცნობთ მეთქი, ქალბატონი ნინო ჩიხლაძე. ჩემთვის მაგალითად პირველად გავიგე ეს სახელი და გვარის ტრენერი. საუბარში ვიგრძენი რომ გონის სკოლის დირექტორიც არის ეს ქალბატონი და მოქალაქეობას ასწავლის. ვთხოვე რომ ლეგალიების მომწერეთ, მეთქი რომ მე როდესაც წარდგენა უნდა გავაკეთო და გამოვაქვეყნო, იქ მჭირდება მეთქი და ჯერ არ მოუწერია და ამიტომ სავარაუდოდ ვფიქრობ რომ სკოლის დირექტორია. გითანხმებთ ესე იგი რომ 14 ჩემი აზრით ცოტა შორია ამ აქტივობისთვის და 6 და 7 თებერვალი საღამოს 6 საათი უცხოელ პარტნიორებსაც აწყობს და ამ ქალბატონსაც თქვენთან რომ დავამთავრებ შეხვედრას, მივწერ რომ ამ 2 დღიდან თქვენ როდესაც შეძლებთ მეთქი და დავგეგმოთ ეს შეხვედრა თქო. მესენჯერში ვცდილობდი რომ ამ შეხვედრის შესახებ გამემარტა და გამეადვილებია იმ კოლეგებისთვის, რომლებიც თარგმანში უნდა დაგვეხმარონ. სხვა პროექტებში გამოცდილებაც გვაქვს ესეთი რომ რადგან ჩვენ მე პირადად ვერ ვფლობ კარგად და არ ვიცი ინგლისური, გამოგვიგზავნის ეს ქალბატონი ამ სლაიდებს, პრეზენტაციას უცხოელი პარტნიორებისთვის რომ ადვილად გასაგები იყოს და ჩვენს დამხმარე უცხოელ ენის მასწავლებლებს ვთხოვ რომ გადაგვითარგმნონ მერე ეს პრეზენტაცია და ქალბატონი ნინო რომ თქვათ ერთ სლაიდზე ისაუბრებს ჩვენ ის სლაიდი ეკრანზე გქონდეს და ძირითადი რამოდენიმე წინადადება რომ ჩვენმა დამხმარემ წევრმა თქვათ რუსუდანი იქნება თუ ქალბატონირმა დაგვეხმარებიან ამას შევათანხმებ. თუ არიან შემოსულები თუ არა და ცოტა მერე კიდე მოვიკითხავ რომ მათთან ეს საკითხი შევათანხმო. ეს ვებინარი რომ სრულყოფილად წარმართოთ გჭირდება ტექნიკურად მოვაწყოთ, ეს იქნება Zoom-ის პლატფორმაზე, ხო? თუ ვინმე თქვენთანაც მე ხა უბრალოდ ერთდროულად ყველაფერს ვერ მოვახერხებ და დახმარებაც დამჭირდება რომელიმე თქვენთაგანიდან, რომ ვის შეუძლია Zoom-ის პლატფორმაზე ეს 40 წუთი ისე მალე გავა, რომ არ გვეყოფა და მეორე ჯერზეც დაგჭირდება შეხვედრა. ეს რამდენიმე წამით ხდება ხოლმე გასვლა და მერე ისევ ლინკის აღება. ვის შეუძლია, ანუ
ამისი გაკეთება, რომ Zoom-ის ლინკი მოგვაწოდოს, როდესაც ქალბატონი ნინო დამიბრუნებს მე, რომ 6 რიცხვი აწყობს, 7 რიცხვი აწყობს, მაგისთვის მივაწვდი მე ამ პიროვნებას, რომ გააკეთოს ჩანიშნოს ამ დღესთვის ლინკი და მივაწოდოთ ასევე უცხოელ პარტნიორებს. თემას შეგახსენებთ ისევე, რომ ეს არის ერთად შევათანხმეთ ეს აქტივობა შეხვედრა ცნობად პიროვნებასთან, რომელიც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებაზე ისაუბრებს. მე ქალბატონ ნინოს ავუხსენე, რომ თქვენ ისეთი თემატიკა უნდა შეგვირჩიოთ, რომ ჩვენი მოსწავლეები ერთმანეთს არ შეხვედრიან. ამიტომ ამ თემატიკიდან უნდა მოამზადონ ჩვენმა მოსწავლეებმა და უცხოელებმაც მოქალაქეობრივ თემაზე, პასუხისმგებლობაზე, მაგალითად, მე მოქალაქე, ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. დაახლოებით აი ამ შინაარსით, ამ მიმართულებით შინაარსის მქონე პრეზენტაციები. მერე ამ პრეზენტაციებს რომ გააკეთებენ ბავშვები, ერთ ონლაინ შეხვედრას გავაკეთებთ. ეხლა მე გადავხედავ კიდევ იქ რა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. გნებავთ ონლაინ შეხვედრა გავაკეთოთ, გნებავთ შეიძლება ასეთი რამეს ეს გავხსნა. თებერვალში გვაქვს ჩანიშნული სოციალური კამპანია ჩემი უფლებები და მოვალეობები. ხო და შევათანხმოთ ახლა. აი აქ ასე მიწერია, როცა თქვენ თვეების მიხედვით გეგმა წარგიდგინეთ და განვიხილეთ ერთობლივად. მოსწავლეები ქმნიან სოციალურ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ერთ-ერთი ევროპული ღირებულებების, მაგალითად, ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას. ისინი მუშაობენ ვიდეო რგოლზე, პოსტერებზე, ან პრეზენტაციებზე. რადგან ახლა ცოტა გაგრძელდა ეს პერიოდი და აქტივობაც არ გაგვიკეთებია, ეხლა ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ. ანუ ქალბატონი ნინო რომ ჩაგვიტარებს ამ ვებინარს, პრეზენტაციები გავაკეთოთ და შეხვედრა გავაკეთოთ ონლაინ კონფერენციის მსგავსი. ასეთი ხوارჯობია, ბავშვებიც გაიცნობენ ერთმანეთს და მე ამ ბავშვებს, ვინც გამოვლენ და გააკეთებენ პრეზენტაციებს, სერტიფიკატებს დავამზადებთ მე და ლორეტა და გადავცემთ ამას. და ის კამპანია კიდე რაც გვიწერია, როგორი შინაარსიც არის, ესეთი გავაკეთოთ და ცნობიერების ამაღლების მიზნით თემში, სკოლაში, რა ვიცი, სოციალურ ქსელში გააკეთონ გინდა პოსტერი, გინდა და ერთი ციფრულ ინსტრუმენტში ავკინძოთ ეს აქტივობაც. თქვენთან ერთად გავივლი ახლა ამას და მეორე აქტივობა გვაქვს კიდე, ხო, დედიკო. და მეორე აქტივობა გვიწერია მომავლის ხე, ასეთი. მოსწავლეები ჯგუფურად ქმნიან მომავლის ხეს, გაზეთი უნდა შექმნან და სადაც თითოეული ფოთლები დაახატებენ და თითოეული ფოთოლი წარმოადგენს იდეას ან ღირებულებას, რომელიც ხელს შეუწყობს უკეთესი მომავლის აშენებას. ანუ თავიანთ აზრებს დაიტანენ იმ პატარა ნახატში. მოსწავლეები თავიანთ ხედვას და იდეებს გაუზიარებენ ერთმანეთს. არც ეს არის რთული შესასრულებელი და თებერვალი ამით მთავრდება. ხო და რა ვიცი, აბა მე თქვენი აზრიც მაინტერესებს. ხო, დედიკო, კაი. თქვენი აზრიც მაინტერესებს და ასე დავტოვო, როგორ გავაკეთო, რომ ჩავდგეთ ახლა უკვე აქტიურ ამარდებების მერე აქტიურად გავაკეთოთ აქტივობები. რადგან თემაც არის ახალგაზრდები უკეთესი მომავლისათვის. მოდი ერთხელ კიდე შევაჯერებ ახლა მე
დავტოვოთ პრეზენტაციები, გავაკეთოთ ქალბატონ ნინო რო ვებინარს მოგვასმენინებს, გავამზადებიოთ პრეზენტაციები ასეთი სათაურებით. მე მოქალაქე, ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მსგავსი სახელწოდებები ამ მიმართულების შინაარსით და გავაკეთოთ ონლაინ კონფერენცია. მერე გამოსვლელ ბავშვებს მივცემთ სერტიფიკატებს. დავტოვოთ ასე? კი, დავტოვოთ, მე მგონი კარგი იქნება. ერთი შეკითხვა მაქვს, ყველა ბავშვი გააკეთებს პრეზენტაციას თუ მასწავლებელმა ერთი, კლასმა ერთი? გალინა, მე ყოველთვის ვცდილობ, რომ რამდენი ბავშვი წავს მასწავლებელს ჩართული პროექტში, ყველამ რაღაცნაირად მიიღოს მონაწილეობა. ზოგი გამოცდილია, ზოგი გამოუცდელია. მაგალითად, 5 სლაიდს გააკეთებს თუ 6 სლაიდს გააკეთებს, დაინაწილონ სლაიდები ბავშვებმა, წინასწარი ხა ამაზე ევარჯიშებენ და ის არაფია. ერთმა გააზიაროს გალინა და დანარჩენებმა კიდე ხო იცოდინება რომელი სლაიდის მერე იქნება. და ის გასაგებია უბრალოდ ხო აი ასე ვფიქრობ მეც, იმიტომ რომ კონფერენციაზე რამდენი ბავშვი წყვავს, იმდეს ვერ მოვისმენთ. ანუ ერთს გავაკეთებთ და ყველას ჩავშავთ. კი, ასე ჯობია. ასე ჯობია და თან ყველას გამოუცდელსაც მიექნება მიიღებული მონაწილეობა და რაღაცა გამოუცდელი ერთმანეთს შეავსებენ და გამოვა კოხტად. კარგი, მოკლედ ეს შევაჯერეთ ახლა ჩვენ. ჩემი დავალება არის ახლა რომ ქალბატონ ნინოს წერმე 6 და 7 რიცხვი თებერვალი საღამოს 6 საათი, როგორც კი მომაწვდის მე პასუხს რომ 6 ურჩევნია თუ 7 ურჩევნია, თქვენს გიზიარებთ და თანაფაუნდერსაც ვგზავნი რომ მანამდე მობილიზება გააკეთოს. ბოდიში ხათუნა, მაგ ვებინარის შემდეგ ხომ არ ჯობია რომ თემები ავარჩიოთ, ცოტა ისეთი. რა თქმა უნდა. გვირჩიოთ თვითონაც. კი, მე მას გავუზიარო, ეს გვინდა და თანა მე დაახლოებით ეს ორი უთხარი, მაგრამ ხა უშუალო სპეციალისტია და თვითონ უფრო უკეთესად გვირჩევს მერე, მოგცემს დავალებებს. და ხომ არ შემოგვიერთდა ისა ინგლისური სცენის მასწავლებელი რუსუდანი და აქ ვერ ვგებლობ ხოლმე ისა ვინ შემოვიდა და რუსუდანი გვინდა და ისა ირმა თუ არის შემოსული. ხო, არა უშავს, მე პირადად შევეხმიანები, რომ ესე იგი ქალბატონი ნინო მე გადმომიგზავნეს პრეზენტაციას, ამას მივაწვდი ჩვენ ამ ქალბატონებს, ვინც დაგვეხმარებიან თარგმანში და თან როგორც ვთქვი, ქალბატონი ნინო ისაუბრებს ერთ სლაიდზე, ჩვენ ეკრანზე გვექნება ეს გადათარგმნილი სლაიდი და 1-2 წინადადებით დაახლოებით რომ გაიაზრო ისა იმათმაც და მე იმ გადათარგმნილ პრეზენტაციას მათ ჩავუგდებ, დავუტოვებ, რომ გამოიყენონ თქვათ შემდგომი თავიანთი აქტივობის განსახორციელებლად, პრეზენტაციის გასაკეთებლად. ეხლა რაც შეეხება ბარემ მოდი მაშინ მეორე თემა რაც თქვი ეს მომავლის ხე და ასე შემდეგ ისა თებერვალი როგორც ძალაში შევა მერე ვილაპარაკოთ ეს გავაკეთოთ მაშინ ხო ჯობია პრეზენტაცია მოვაწყოთ კონფერენცია გავაკეთოთ ბავშვებს სიგელები გაუგზავნოთ და სადღაც 10 თებერვლიდან დავგეგმოთ ის ორი აქტივობა და გვეყოფა იმ 15-20 დღის განმავლობაში რომ განვახორციელოთ ის ორი აქტივობა. თებერვალი არა გვაქვს ახლა დიდად დატვირთული. მოკლედ ეს მინდოდა ახლა რომ მე თქვენთვის შემეთანხმებია და ახლა მითხარით ვის შეუძლია Zoom-ის ჩანიშვნა და ორჯერადად მოგვიწევს ალბათ, იმიტომ რომ თვითონაც მითხრა რომ პირველ ერთი ისა არ მეყოფაო მე 40 წუთიო და ვის შეუძლია რომ ისა კოლეგებო მოვინიშნო ამით წინაზე ჩვენ რუსუდანი დაგვეხმარა
მგონი უფასო გქონდა, რა ვიცი, შეიძლება მოდი იმათაც ვკითხავ მე, უცხოელებს იქნება უფასო გქონდეთ და გათიშვა აღარ დაგჭირდეს მიიღწევ მაინც ლორეტას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენც იფიქრეთ, თუ რომელიმე თქვენთაგანს შეგიძლიათ ეს სწრაფად და მარტივად გააკეთოთ, ისა იმედით რომ ვიყოთ რა და დაიმედებული ამ იმისთვის. ერთი ნახოთ ხوار შემოვიდა ისა. რომანაძეციელაძე ძალიან ვწვალობდა. ალბათ შემოსვლა. ვინ მოგწერა? რომანაძე ვერკა. რა სამოფციალას? კი. მოვიწვევა აქედან მე თუ ალბათ ნინოს ვებინარზე მოსწავლეებიც უნდა დაესწრონ? კი, გიული მოსწავლეებიც უნდა დაესწრონ, რომ ისა მე ამ მოსმენილი ვებინარიდან უნდა დაწერონ, მოამზადონ პრეზენტაცია. გაურება რომ არ მოხდეს ეგეც ხომ არ ჩამოვწეროთ მერე ვინ რა თემაზე გააკეთებს. არა, თემა მოქალაქეური პასუხისმგებლობა იქნება, მაგრამ ზუსტად იდენტური როგორ გამოვა არ არსებობს. თემა ერთი იქნება, ხო? ხო, აი შინაარსი იქნება პიროვნების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებაზე. ამ პრეზენტაციებს მე კონფერენციის სახით გააკეთებენ? კი, ამ პრეზენტაციებს მე თვითონ კონფერენციაზე მოხსენებლები იქნებიან ბავშვები, ხო? ასე ისახით. კი, ბავშვები იქნებიან. პატარები რო არიან ზოგ კლასში, აი ნახე, პატარებთან თქვენ შეგიძლიათ როგორ არ ვასწავლით კაცო, მესამე კლასში, მეორე კლასში, მე საზოგადოება ხო ისწავლება, იქ იქნება რაღაცა ესეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ არის, მაგალითად აი მე საზოგადოებაში აღარ მახსენდება, იქნება რაღაცა ესეთი, ეკა, თქვენ რომელი ასაკის ბავშვები გყავს? მე-5 კლასია ჩემი. ხო, მე-5-ეს მithumetes ეხა პრეზენტაცია. ხო. ანუ პრეზენტაციები კი გააკეთებენ და უბრალოდ მაინტერესებს ახლა ყველა, თქვათ, რასაც მე-11 და მე-12 კლასელი გააკეთებს და იქნება მომხსენებელი იმისთვის საინტერესო იქნება ამ პატარების გამო, რა ვიცი. აბა თქვენ რა სიტყვით, პატარებმა რა შეიძლება გააკეთოს? პატარები ვის გყავთ, აბა ვიფიქროთ ერთად. დავეხმაროთ იმ კოლეგას, ვისაც პატარა ბავშვი ყავს მეორე კლასში, მესამეში. როგორც შეუძლიათ ისე გააკეთონ, მე რა, როგორც შეუძლიათ. ორ ნაწილად ხომ არ დავგეგმოთ პატარებს ისე როგორც შეუძლიათ, ერთი 40 წუთიანი და მეორე 40 წუთიანი დიდებისთვის. ხო და ეს მინდა ეხა პატარები იქნება ერთი ჩვენთაგანის სკოლის ბავშვები არიან. ხო, ბევრი ვასაწყებითები და ხო, გალინა თქვენი ბავშვები რომელ კლასელები არიან, აბა? მესამე კლასში არიან. მესამეში. მესამეში მე და საზოგადოება სწავლობენ. არ არსებობს იქ რაღაცა მაგალითები, რო არ იყოს, რაც შეიძლება იმას ვამბობ, რომ ჩემი პრეზენტაცია იქნება მარტივი და იმ დიდებს მოусმენენო, მე მგონი ეს იყო პრობლემა. დიდების პრეზენტაციებს გაიგებენ? მათთვის საინტერესო იქნება. კი, და დიდებისთვისაც აი მაგას ვფიქრობ და დიდებისთვისაც პატარები, მაგრამ დიდები არ მოусმენენ პატარებს. ხათრით მოისმინო პატარები. კი, მაგას ვიფიქრე. გავითვალისწინოთ ეგ მომენტიც და
კი ბატონო, პატარები იყვნენ და ჯერ პატარები იყვნენ, ხო გამოიკვეთება ახლა თქვენი მოსწავლეების რა შედეგებს დადებენ და როგორ მოემზადებიან და კი ბატონო, დავანაწილოთ მასზე. მოსმენით ახლა აღმა როგორ ახლა 100 ადამიანი როა და მე მაგალითად ყოველთვის როცა ვისავარ ბოლოში ვიტოვებ ხოლმე ჩემ თავს, იმიტომ რომ მაქსიმალურად არ გავიდე, მაგრამ როგორ ახლა ბოლოში ვისაც შეიძლება ცხოვდა რომ მოусმინონ და რა ვიცი, ხა იმ შობელი ცხოა იმ პატარა ამბობს. თორე კი ბატონო, პატარებით დავიწყოთ და დავამთავროთ უფროსებით. მოკლედ ჯერ კიდევ პროცესშია ჩვენი აქტივობა, რასაც მომწევს ნინო, მე თქვენ შეგეხმიანებით და მესენჯერშიც შევათანხმოთ ხოლმე რაღაცები, რომ აღარ შეგაწუხოთ და ეს შეხვედრა ნამდვილად მინდოდა, რომ შეხვედრილიყავით. ეხლა ჩაათეთ კამერები, რომ სურათები გადაგიღოთ. გეიპრანჭეთ ჩიტი უნდა გამოჩნდეს. კი. ეტარ ალამაზები ხართ. ვართ. მეც გადავიღე რამდენი. და გამოვიმერე. ხო, ასე ახლა მე რა გავიზიარეთ კოლეგებო, აბა თქვენ რას დაამატებთ და ესეთ კონტაქტში, აქტიურ კონტაქტში ვიყოთ უკვე ერთმანეთთან. მეორე პროექტისთვის კიდე ახალ კვირაში ეს დავაორგანიზოთ ეს ყველაფერი ახლა ამ პროექტის აქტივობები და უმრავლესობა აქედან მეორე პროექტში წავალ და მეორე პროექტს მე ახალ კვირაში გავაკეთოთ ერთი შეხვედრა. იქაც ამ სიტუაციაში ვართ, ტექნოლოგიის ადამიანი უნდა მოვიწვიოთ და ერთი რაღაცა გავაკეთოთ ციფრულ ინსტრუმენტში აქტივობა. მე ეს მინდოდა რომ თქვენთვის გამეზიარებია, შეგვეჯერებია, შემეთანხმებია და თქვენ თუ სხვა არაფერი არ გაქვთ, დავემშვიდობოთ ერთმანეთს, სწორედ და გისმენთ თუ რამეს დაამატებთ. მანამდე ChatGPT-ს დავაწერინე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საკითხები და ჩამოწერა და აქ ჩავაგდე. აჰა, კაი გოგო ხარ, მოკლედ თანხმედრა რო არ მოხდეს, ხო, ლია, მაგრამ და თემატიკა ხო, მაინც ის იქნება, კი. შეიძლება არჩევა შეიძლება. შვენიერი. კი ბატონო. და მე დაგჭირდება კიდე პიროვნება, რომელიც ამ პრეზენტაციებს მოაქცევს ერთ ციფრულ სამყაროში და ამასაც ინსტრუმენტები გვაქვს გამოყენებული, რომ მე განსხვავებული გავაკეთეთ რაღაც. კი, რაღაცა უნდა მოვიფიქროთ და ეხლა იქ ტექნოლოგიის ექსპერტი, იმიტომ მინდა ახალ კვირაში უკვე რომ მოვიწვიოთ, რომ იქ რო ახალს ვისწავლით, აქეთ დავნერგოთ მე და გავალამაზოთ ჩვენი ორივე პროექტი ერთი მეორის დახმარებით. მე კიდევ რა მინდოდა იცით ისა 11 თებერვალი არის ინტერნეტ უსაფრთხოების დღე. ესეც თქვენ შეხვდებოდათ მე შეხვდა სოციალურ ქსელში და რაღაცა ვიქტორინა მოვიფიქროთ მაგაზე. რაღაცა სხვანაირი რომ გამოგვივიდეს რა.
და რაღაცებზე დავიწყე მე მუშაობა და ერთ-ერთიც რომ მიფიქრეთ თქვენც ამაზე და რამოდენიმე რომ გავერთიანდეთ და აი მაგალითად ადრე იყო ასეთი ნანას მასე თუ ხართ რომელიმე ჩვენ პროექტში მილას მოგზაურობა იყო ასეთი სათაურით და ძალიან სახალისო არის რამდენჯერმე ეს გამოვიყენე და რა ვიცი თუ მოსაწყენი არ იქნება ისევე მას გამოვიყენებდით და თუ არა და სხვა ლინკებიც ამაქვს მუშაობ ახლა ჩემი გოგონა მეხმარება თარგმანში და იმასაც გაჩვენებთ მერე და ამაზეც ძალიან მარტივად მინდა რომ გადავიაროთ და არც თქვენ დაგღალოთ და არც ბავშვები გადავტყვიეთო ძალიან მარტივი იქნება ლინკს მივცემთ და იმას უპასუხებენ და ეგ იქნება უბრალოდ არ გვაქვს რომ ხო ისე გავატაროთ ახლა დიახ როგორი აი ეს მილას მოგზაურობა როგორიც არის ეს უფრო გოგონებს მოსწონთ ხოლმე და კიდევ არის ერთი ესეთი თამაში თუ არ ვწდები მაშინ ნანამ მოგცა ისიც იმისი ლინკიც ისა როგორ იზრდება ჩემი ცხვირი სიგრძეო ცხვირი და შეძლო პასუხებზე რო იზრდება და ისიც ზუსტად მასეთია ეს პასუხები უნდა ეს მილაბჯიზი არის ეს თამაშები ყველა რესურსი არის მაგაზე აი ჩავწერე და იმას ხო მოვძებნოთ ეხლა ყველა რაღაცნაირად გავიხსენოთ ეს მომენტი და მოვძებნოთ და ავარჩიოთ მერე და ერთ-ერთის ის გავაკეთოთ რომ არც რიცხმა ისე ჩაიაროს რომ რაღაც არ გავაკეთოთ და არც ისე მინდა რომ ერთნაირად ერთ და იგივე იმით მიდიოდეს აქტივობები აი აქ ეხლა ვიფიქრე მაგალითად როგორც იქ არის მილას იმაში სწორი პასუხი რომ გასცა ბავშვმა და ისა ეხლა ცხვირის გაგზდა მე მგონი მცდარია თუ ამაზე ხო არ იყო რაღაც კარგად კი ახარ მახსოვს ერთ ნათია თუ ქეთევანი რომელმა თქვით ნათია შენ მითხარი ხო შენ ამბობ მაგრამ მახსოვს რომ ხალბატონმა ნანამ ამ თემატიკას თუ აი ეს საიტი ჩავაგდე მე რომელიც არის აქ ძალიან ბევრი რესურსი არის მაგის შესახებ მაგ თამაშების შესახებ აი ჩატში ჩავაგდე ხო შევარჩიოთ მაშინ ქეთევან შევარჩიოთ ხო ერთი კიდე მოგზაურებულად მინდა ისა გითხრათ კოლეგებო რომ რაღაცნაირად სულ ერთი და იგივე კოლეგაზე მიდის აქტივობების ისა გააკეთება და რა ვიცი ვიაქტიუროთ აი ხო თქვენ ჩაერთეთ აი მაგალითად ქეთევანს ორივე პროექტში როგორ დაატვირთული მყავს ლელაც ორივე პროექტში როგორ დაატვირთულია და რაღაცები თქვენც ახლა ხო ჩააგდო ქეთევანმა და აბა რომელიმე თქვენთაგანმა ვინც ახლა არ აქვს რაიმე აქტივობა გაკეთებული თქვენ შეარჩიეთ და ერთად ვიმსჯელოთ მერე გაერთიანდით 2-3 და ამ 11 თებერვლის იმაზე არა პრეზენტაცია უკვე ხო ეხლა უნდა გავაკეთოთ ამისთვის აღარ გვინდა აი რაღაც სხვანაირი რაღაცა გავაკეთოთ აი კითხვა აი ფორმში რო ისა კითხვარი რო იყოს და თან ცნობიერებაც ამაღლდეს აი ამ ინტერნეტ უსაფრთხო დღესთან დაკავშირებით ბოლო კითხვარი გავაკეთოთ კაცო ინტერნეტი რა არის და რაღაცა ესეთი თვითონ ეს მოწესრიგებას მე ბოდიშს მოგიხდით კი შემიძლია ზუმის გავაკეთო მე ვიდეო ვიღო მაგრამ 6-ში და 7-ში 6 საათზე ვამთავრებ გაკვეთილს რაიონში და ვიდრე ჩამოვალ სახლში და არ დაგაგვიანოთ ჩემი გამო თუ არავის არ შეეძლება რაღაცას მოვიფიქრე და დავეთხოვები პოლიდან და მალე წამოვალ რომ მოგეხსნა იული ერთი დღე უნდა როგორღაც მოახერხო ჩვენ ხო არ ვიცით 2 დღეს კი არ იქნება მე ეს 2 რიცხვი სავარაუდოდ
აირჩიოს ალბატონმა ნინომ ჯერ რომელ დღეს აირჩევს და ხო, მაგას ვამბობ, მე იმედ დღეს როგორღაც რომ უბრალოდ იცით როგორ არის ბავშვები მაინც იბნევიან ხოლმე მასწავლებელი თუ არ რომ ეხმიანება თორე ეს ხო მაინც ონლაინ არის ჩართვა და ჩვენ ამას ავირჩევთ მე როდესაც უკვე მივა სიტუაცია კონფერენციისთვის და მოდერატორიც დამჭირდება ვინც დამეხმარება ვინ ვის მერი არის და როგორც ვიცით ხოლმე აქ ბევრს გაქვთ გამოცდილება როგორ ვატარებთ ხოლმე ამ კონფერენციებს ხო და უბრალოდ მასწავლებელი როდესაც უკვე იციან ბავშვებმა და იქ არის ჩართული აღარ ნერვიულობენ და ერთ დღეს როგორღაც ახლა დირექტორი გამოგიშვებს ცოტა ადრე ხო ამაზეც ვიფიქროთ ახლა ჩვენ ეს ინტერნეტ უსაფრთხო დღე პრეზენტაცია არა, აი რაღაცა სხვა ფორმა მოვიფიქროთ, ანუ კითხوارების იმით, ან რა ვიცი, აი რაღაც ისეთი მოიფიქრეთ. მეც მუშაობ, აგერ ქეთევანმაც მოგცა ლინკები და იდეები წამოვიდეს და გთხოვთ, რომ ვინც აქამდე არ ხართ რაიმე აქტივობით წარმოდგენილი ამ პროექტში, თქვენ გამოიჩინოთ აქტიურობა. რა თქმა უნდა აქტივობა არ ჩავარდება, მაგრამ თქვენც აქტიურობთ, ხო? აბა სხვა რამე კიდევ გვინდა თუ დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მე გამორთავ ახლა ხმას. ვისარგებლებ შემთხვევით. შეიძლება აქ გამოცდილი იცინერები ვდანდებით ყველა და მე არა მაქვს გამოცდილება იმაში, რომ